კრემლში ადასტურებენ, რომ უახლოეს დღეებში პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეულია. პუტინის თანაშემწის განცხადებით შერჩეულია შეხვედრის ადგილიც, თუმცა ის ამ ეტაპზე არ სახელდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინა და სამშვიდობო შეთანხმება იქნება. ტრამპი პუტინის შეხვედრის წინ ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების პრიორიტეტებს ასახელებს. რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, შეაჩეროს მკვლელობები და გადაწყდეს გრძელვადიანი უსაფრთხოება. ზელენსკის თქმით, პროდუქტიული გადაწყვეტილებები მხოლოდ ლიდერების შეხვედრას შეიძლება მოხდეს. ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა გუშინ რუსთავის ციხეში ჩაუტარეს. შემოწმებას სამხარაულის ბიუროს ფსიქიატრიის დეპარტამენტის უფროსი დავით მაღრაძე ხელმძღვანელობდა. არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, თქვენ საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს. მიმართა ნინო დათაშვილმა დღეს სასამართლოს. აველაშვილმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოსტზე ირაკლი ყურაშვილი დანიშნა. მანამდე საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი იყო, რომელმაც თანამდებობა 2024 წლის 9 მაისს ოცნების შეცვლილი საგარეო კურსის გამო პროტესტით დატოვა.